ამ წლის ეს სერიები დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ. ხო და აქ მაქვს Samsung-ის A27, A27 და A57 მოდელები. დავიწყოთ A27-ით. დიზაინის მხრივ კლასიკურად გვაქვს Samsung-ის დიზაინი, არაფერი შეცვლილა. წინ და უკან გვაქვს Gorilla Glass Victus Plus-ი, ჩარჩოკი პლასტმასისა. IP64 მტვრისგან და წყლისგან დაცვაც გვაქვს და იწონის 200 გრამს. შესანიშნავი არჩევანია Samsung-ისგან უკანა პანელზეც დაცულ შუშას რომ გვხვდებით, უფრო პრემიუმ შეგრძნებას ტოვებს. პლასტმასის ჩარჩოკი ამ საფრთხე კატეგორიაში გასაკვირი ნამდვილად არაა. დიდი სანაბეჭდის სკანერი ჩართვის გელაგზე გვაქვს. ეკრანი 6.7 ინჩიანი Super AMOLED პანელია 120 Hz განახლების სიხშირით და Full HD+ რეზოლუციით. ოკეი, გადავიდეთ A27-ზე. ზუსტად იმავე Gorilla Glass Victus Plus შევხვდებით უკანა პანელსა და ეკრანზე. ჩარჩოკი აქაც პლასტმასია. IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვა გვაქვს ამ მოდელში. Smartphone-ი კი 196 გრამს იწონის, ცოტათი უფრო მსუბუქია. ეკრანი აქაც 6.7 ინჩიანი Super AMOLED-ია 120 Hz განახლებით. პიკურის კაშკაშა კი 1900 ნიტია. თითის სანაბეჭდის სკანერი ეკრანშივეა ჩაშენებული. დღეისთვის ბოლო და ამ სამ შორის საუკეთესო smartphone-ის დროც მოვიდა. A57-ის დიზაინში შევხვდებით Gorilla Glass Victus Plus ეკრანსა და უკანა პანელზე, თუმცა დანარჩენი ორისგან განსხვავებით ალუმინის ჩარჩო აქვს. ანუ ბევრად პრემიუმ შეგრძნებას ტოვებს ხელში და მართლა ეგრეა. კარგად ზის ხელში. სამივე სლინგს რა თქმა უნდა აღწერაში ნახავთ. არ დაგავიწყდეთ ზუმერის არხის გამოწერა, ასეთი ვიდეოები რომ არ გამოგრჩეთ, რა თქმა უნდა. მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.